მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ირმა კურდღელაშვილი ვარ, ანუ დედუნა და კვლავ ჩვენი შეხვედრის დრო დადგა. ჩვენთან ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, 9-მთა 9 ზღვა გადავიარე, შიდა ქართლი მოკლედ ფეხით შემოვიარე და კიდობანის გასახსნელად უამრავი ნიჭიერი ბავშვი მოვიწიე, რომლებიც ჩვენთან სტუმრად არიან მოწვეულები, რომლებიც შეგვისრულობენ ცეკვას, სიმღერას და ლექსს. კიდობანის გასახსნელად ხომ საჭიროა ლექსი, სიმღერა და ცეკვა და კიდობანის უხო დაჯილდოვებს ყველას. გაგვიცანით ბავშვებო თუ შეიძლება. მე ვარ სოფო ტლაშაძე. მე ვარ ნინი ტაველით. ბავშვები ჩვენ შეგვისრულებენ ძალიან ლამაზ ლექსებს, სიმღერებს და ცეკვებს. ამის გაკეთება ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. გთხოვთ მოგბრძანდეთ ჩვენთან სტუდიაში, რომლებიც გამოუვლენენ თავის ნიშსა და უნარს და კიდობანიც უხო დააჯილდოვებთ. მარიამ, შემოგთავაზე ლექსი. მტირის ვერ ხვემტირალა ვერ ხვიტოტებს ველი, ვინ გაწყვიტა ხოხობი, ვინ გაწყვიტა შველი, ხრომ გახმაუხეო რაღაც ვარ გაჭალა. არც ბალახი, არც წყარო, აღარცნა დაჩალა, უნდა დავრგოთ ხე და გაჩნდება ტყე, მოფრინდება ხოხობი, მოშენდება შველი, ხოხობსა და შველს ტყე და წყარო შველის. მარიამსაც ბწყინვალე ლექციებს მოდანგი, მაგრამ დროა, ჯერ ვიცეკოთ, მარიამ ხო ბწყინვალე ცეკვას, აბა ერთი კარგი აჭარული გავაჩაღოთ. კიდობანი კი უხო დაგვაჯილდოვებს. კი, გავაგზავნოთ. ჰოი, საოცრება, კიდობანი ხსნას იწყებს. მან ხომ უამრავი ლექსი და სიმღერა მოისმინა და აგრეთვე ცეკვა. კიდობანო, გაიხსენ კიდობანო, მაგრამ რა გჭირდება? შენ ალბათ კიდევ გვაქვს შემონახული რაღაც. ნახოთ, კიდევ ლექსი გვაქვს. მარიამ, შემოგთავაზე. სოფო. ვინას თქვა, თითქოს პატარა იყოს, ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი, ქართლში ვიხპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი, აბა შეადგით ერთმანეთს მთები, მთები შემკული სხივების სირმით, ააშრიალეთ არწივის მთები, კლდით გავიგონოთ ყვირილი ირმის, ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი, ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით, ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში, ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი, გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი, ჩამწყრეული რომ მოდეს ხევით, წყალი მქუხარე და საშიშარი, და ავარნილი გუმბათის ზევით, წინაპრის მიერ განვლილი სივრცე, ჟამის ძნეული აღნერის ზევით, და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე, სად აღბეჭდილი ქართველის წმენით, ვინას თქვა თითქოს პატარა იყოს, ჩემი სამშობლო დიდების ღირსი, ქართლში ვიხპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი. აქ ჩვენს გადაცემაში არც ნინი მოსულა ხელსარიელი. აბა ნინი, გისმენთ? რატომ გიყვარს შემოდგომა ყველასთვის თუ პატარას, იმიტომ რომ კაკას ფერტყენ ადუღებენ თათარას, იმიტომ რომ ვანახსკრეფენ ქვევრებს რიცხენ ღიპიანს, იმიტომ რომ რაც ხილია ყველა ხილი მწიფია, იმიტომ რომ სავსეა კალათი და გოდორი, იმიტომ რომ ირევა ცაში ოქროს ფოთოლი. ჰოი, საოცრება, კიდობანმა ხსნა იწყო. ნახოთ, კიდობანმა რა სიურპრიზი მოგვიმზადა. კიდობანო, გაიხსენ, კიდობანო. აქ უამრავი სათამაშოა, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ბავშვს. მობრძანდით ბავშვებო ჩვენთან და მიიღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ყველა უამრავ საჩუქრებს მიიღებს და უამრავ სიურპრიზებით იქნება დასაჩუქრებული. გთხოვთ მობრძანდეთ. ბავშვებო, ეს კი თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ. მიიღეთ თქვენი საჩუქრები. ახლა კი დროა ზღაპარს მოусმინოთ. ალბათ ძალიან დაიღალეთ. აბა ყურადღებით მომისმინეთ.